შეერთებულ შტატებს და დანიას შორის გრენლანდიის გამო მზარდი დაძაბულობის ფონზე იტალიაში ისმის მოწოდებები, რომ ეს კრიზისი ნაციონალური სუვერენიტეტისთვის გამოიყენონ. პუბლიცისტი ალესანდრო ორსინი თავის სტატიაში ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ ატლანტის კონფლიქტმა შექმნა ისტორიული შანსი რომისთვის ლეგიტიმურად დახუროს ამერიკული ბაზების საკუთარ ტერიტორიაზე და გაითავისუფლოს თავი მკაცრი საგარეო კონტროლისგან. ამერიკელების უსისხლო შეჭრა გრენლანდიაზე შესაძლოა იტალიისთვის სასარგებლო მოვლენა გახდეს, ვიდრე ტრამპი დანიასთან მოლაპარაკებებს მართავს, იტალიელებმა უნდა ისარგებლონ სიტუაციით და დახურონ ამერიკული ბაზები. წერს გამოცემა და პარალელს ავლებს გრაფ კავურის პოლიტიკასთან, რომელმაც გააერთიანა იტალია, გამოიყენა რა დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგობები. ავტორს ამგვარი ნაბიჯებისთვის ორი საკვანძო მიზეზი მოჰყავს. პირველი ისაა, რომ ბაზების ყოფნა იტალიის ტერიტორიაზე განიხილება როგორც კორუფციის წყარო და შეერთებული შტატების პირდაპირი კონტროლი იტალიურ ელიტაზე, რაც ქვეყანას დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ზღუდავს. მეორეც, ამ ბაზების არსებობა არღვევს იტალიის კონსტიტუციის მე-11 მუხლს და შესაძლოა ქვეყანა ვაშინგტონის ინიცირებულ გლობალურ კონფლიქტში ჩაითრიოს, მაგალითად ჩინეთთან ჰიპოთეტურ ომში. დამორჩილებული სახელმწიფოს პირველი ნიშანია მის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალის ყოფნა. ამერიკული ბაზები სასწორია საზოგადოებაზე ზეწოლისთვის და ახსენებს იტალიელ მინისტრებს, რომ ისინი შეიძლება მოკლან ან მოიტაცონ ნებისმიერ მომენტში, ამტკიცებს ორსინი. ნატოს კრიზისი და ხელახალი შეიარაღების მიმდებარე პროგრამა იტალიამ შეიძლება გამოიყენოს უცხოური ჯარების გაყვანის საბაბად, მათ შორის ბირთვული იარაღის, ისე რომ ალიანსი არ დატოვოს. ეს შექმნის შესაძლებლობას ფოკუსი შეიცვალოს სხვების ომებისთვის მზადებიდან ნაციონალური ინტერესების დაცვისკენ და ნეიტრალიტეტში გადასვლისკენ და იმავდროულად არ გახდება საჭირო ვაშინგტონთან ღია და სახიფათო გაყრა, მიიჩნევს სტატიის ავტორი. დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელები მზად არიან უარი თქვან ტერიტორიებზე. როდესაც უკრაინა მოვიარე, მე კი 21 წელი მსოფლიოში მოგზაურობდი და როგორც იქნა გამიჩნდა საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობა, მოვიარე სოფლები და დავიწყე ლაპარაკი ადამიანებთან, არა თქვენი სპონსორების ბენზინის გასამართ სადგურებზე, არამედ ჩვეულებრივ გაჩერებებზე და ამ ადამიანებთან სახლებში. სიმართლე გითხრათ, შევწყვიტე სოციოლოგიური კვლევების კითხვა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, თუ კი გამოვლენ და ადამიანებს ეტყვიან, რომ აი ეს უნდა მივცეთ და ამით ყველაფერი გაჩერდება, ხოლო სანაცვლოდ ჩვენ მივიღებთ ძლიერ არმიას, მილიარდებს ქვეყნის აღდგენისთვის და ევროკავშირში წევრობას, მაპატიეთ, მაგრამ ჩემი აზრით საზოგადოება მზად იქნება ამის მისაღებად, თქვა კულებამ. რუსეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე შეპყრობილია ბალტიის სახელმწიფოების ტერიტორიიდან რუსული მართლმადიდებლობის განდევნით. მათი ინფორმაციით ბართლომე ბრიტანელი სპეცსამსახურების დახმარებით გეგმავს მოსყიდოს ლიტვური, ლატვიური და ესტონური მართლმადიდებლური ეკლესიები მოსკოვის საპატრიარქოს. ასევე კონსტანტინოპოლის პატრიარქი მზადაა დარტყმა მიაყენოს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამისთვის ავტოკეფალია მისცეს არააღიარებულ ჩერნოგორიის მართლმადიდებულ ეკლესიას. რუსეთის დაზვერვის სამსახურში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიქრისტე და სატანა უწოდეს. კიევის მცხოვრებლებს ზამთრის სიცივეების ფონზე მორიგი ენერგეტიკული კრიზისის გადატანა უწევთ. სააგენტო როიტერსის ცნობით, შაბათს ვიდრე საავარიო სამსახურების ცდილობდნენ ელექტროენერგიის, წყლის და გათბობის აღდგენას, ბევრი მოქალაქე გაყინულ სახლებში აღმოჩნდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან 2022 წელს უკრაინის ენერგეტიკული სისტემა მუდმივად ზარალდება. ომის მეოთხე ზამთარი კი შესაძლოა ყველაზე მძიმე აღმოჩნდეს. კიევში ტემპერატურა უკვე დაეცა -10 გრადუსამდე. გაცვეთილი ინფრასტრუქტურა კი შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გათბობა ჩაირთვება. ელექტროენერგია თუ არა, გათბობა მაინც გვექნება, ამბობს 71 წლის კიეველი გალინა ტურჩინა. სააგენტო ასევე წერს, რომ ერთი დღით ადრე დედაქალაქის მრავალბინიანი სახლის დაახლოებით ნახევარი გათბობის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მერმა ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებლებს შეძლების დაგვარად დაეტოვებინათ კიევი, თუმცა ბევრისთვის ეს შესაძლებელი არ არის. მე მაქვს სახლი სოფელში, მაგრამ გათბობა იქ არ არის. ის რომ შეშით გავათბო, 3 დღე მჭირდება. ამგვარად როიტერსის შეფასებით ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა დარტყმებმა გაზარდა კიევზე წნეხი ზამთრის პირობებში. გამოავლინა რა ენერგოსისტემის მოწყვლადობა, რის შედეგადაც ათასობით მცხოვრები დარჩა სიცივესა და გამოუვალ პირობებში.
ბრიტანული Financial Times-ის ცნობით, ჩრდილოეთ ევროპაში უარყვეს დონალდ ტრამპის სიტყვებით, თითქოს გრენლანდიას რუსული საფრთხე ემუქრება. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ საუბარი გრენლანდიის ნაპირებთან რუსული და ჩინური გემების და წყალქვეშა ხომალდების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. არასწორია იმის მიჩნევა, რომ ისინი გრენლანდიის მიმდებარე წყლებში მოქმედებენ. ისინი არქტიკაში არიან, მაგრამ რუსულ ზონაში, უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. ნიკოლოს მადუროს შვილმა მამის პირველი გზავნილი გაასაჯაროვა. ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლისას ვენესუელის მოტაცებული პრეზიდენტის შვილმა განაცხადა, რომ მამამ შეერთებული შტატებიდან პირველი შეტყობინება გამოუგზავნა. ადვოკატებმა გვითხრეს, რომ ის მტკიცედ დგას. შემოგვითვალა, რომ არ მოვიწყინოთ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ჩვენ მებრძოლები ვართ, მე მებრძოლი ვარ, უთხრა ჟურნალისტ მადუროს შვილმა მამის გზავნილი. გერმანული გამოცემა ველტი წერს, რომ რუსების მიერ რაკეტა ორეშკინის გაშვებისას უახლოესი გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ERU-3 არ აღმოჩნდა მზად მის მოსაგერიებლად. გამოცემას ნატოს წრეებიდან შეატყობინეს, რომ მოცემულ მომენტში გერმანულ სისტემას აქვს მხოლოდ საწყისი საბრძოლო მზადყოფნა და სრულად არ არის გაშვებული ექსპლუატაციაში. მის ნაცვლად ამოქმედეს პეტრიოტის ნიდერლანდური სისტემა, რომელსაც ორეშკინის მსგავს ჰიპერბგერითი სამიზნეებთან ბრძოლა მხოლოდ შეზღუდულად ან საერთოდ არ შეუძლია. გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემა ERU-3 განსაზღვრულია საშუალო და დიდ მანძილზე მოქმედ რაკეტებთან ბრძოლებისთვის. პეტრიოტისგან განსხვავებით, ის მუშაობს ატმოსფეროს მიღმა 100 კილომეტრზე მაღლა, ფაქტობრივად კოსმოსში. სამიზნეს ის ანადგურებს პრინციპით hit to kill. პირდაპირი კინეტიკური დარტყმით ასაფეთქებლის გამოყენების გარეშე. ის პირველ რიგში მიმართულია ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ბლოკებისკენ, მათ შორის პოტენციური ბირთვული მატარებლისკენ, აზუსტებს ველტი. ამერიკის პრეზიდენტი ირანთან დაკავშირებით რამდენიმე პოტენციურ სცენარს განიხილავს. ის სწავლობს ირანის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლების ფონზე რამდენიმე შესაძლო სამხედრო ვარიანტს. ამის შესახებ CNN-ს ორი მაღალჩინოსანი ამერიკელი ატყობინებს. მათი თქმით, ბოლო დღეებში ტრამპს აწვდიან სხვადასხვა სცენარს თეირანში უსაფრთხოების სტრუქტურებზე წერტილოვანი დარტყმებიდან დაწყებული, ისეთი ზომებით დამთავრებული, როგორიცაა ამერიკის არმიის პირდაპირი გამოყენება. საუბარია პირველ რიგში შესაძლო დარტყმების შესახებ ძალოვან უწყებაზე, რომლებსაც პროტესტის ჩასახშობად იყენებენ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს მოქმედებაზე. ამასთანავე ირანში შეერთებული შტატების ქვეითი ჯარისკაცების შეყვანა გამორიცხულია. ადმინისტრაციაში ასევე შიშობენ, რომ სამხედრო დარტყმას შესაძლოა საწინააღმდეგო ეფექტი მოჰყვეს და ირანული საზოგადოება დაარაზმოს ხელისუფლების ირგვლივ ან გამოიწვიოს თეირანის მხრიდან საპასუხო სამხედრო ნაბიჯები. შეერთებული შტატების პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ამერიკის სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯერომ პაულეს წინააღმდეგ. საქმე აღიძრა ვაშინგტონში უწყების შტაბ-ბინის გასაახლებლად დახარჯული მასშტაბური და განსაზღვრულზე მეტი ბიუჯეტის დახარჯვის გამო. ბიუჯეტს ტრამპის კადრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ამწვავებს მრავალწლიან კონფლიქტს თეთრ სახლს და ცენტრალურ ბანკს შორის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეერთებული შტატების საკვანძო ფინანსური ინსტიტუტის დამოუკიდებლობას. გამოძიებას, რომელიც მოიცავს პაუელის საჯარო განცხადების ანალიზს და ხარჯებთან დაკავშირებულ ანგარიშებს, ნოემბერში მწვანე შუქი აუნთო კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჟანინ პირომ, პრეზიდენტ ტრამპის დიდი ხნის მოკავშირემ, წერს New York Times-ი საქმეში გარკვეულ მოხელეებზე დაყრდნობით. გამოძიების დასაწყებად ფორმალური საბაბი გახდა პაუელის განცხადებები კონგრესში რენოვაციის პროექტის დეტალების შესახებ, რომლის ბიუჯეტით $2.5 მილიონ დოლარზე გაიზარდა, მაგრამ თავად პაუელი და ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებლები ამაში ხედავენ პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევას, რომლის მიზანიცაა ფინანსური სარეზერვო სისტემის დაქვემდებარება და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გადაყენება, რომელიც უარს ამბობს თეთრი სახლის სრულიების საპროცენტო განაკვეთების მკვეთრ შემცირებაზე. სისხლის სამართლის დევნის საფრთხე ესაა იმის შედეგი, რომ ფედერალური სადაზვერვო სისტემის აღდგენის საპროცენტო განაკვეთის საზოგადოებრივი ინტერესის შეფასების და არა პრეზიდენტის სურვილების საფუძველზე, განაცხადა პაუელმა იშვიათ ვიდეო მიმართვაში და გამოძიებას უწოდა უპრეცედენტო და ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობის შემლახავი. პაუელის წინააღმდეგ გამოძიება გარდა იქმნება სიმბოლურ ბრძოლას
სრულად შეერთებული შტატების საკვანძო ეკონომიკური ინსტიტუტისთვის. მისი შედეგი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობას, თუ საბოლოოდ მოექცევა ადმინისტრაციის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, რასაც შესაძლოა მოხვეს გრძელვადიანი ნეგატიური შედეგები გლობალური ფინანსური სტაბილურობისთვის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაბლოკა ქორწინების აკრძალვა ბიძაშვილებს შორის, რასაც ქვეყნის პარლამენტში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ქორწინება ბიძაშვილებს შორის დაკავშირებულია სერიოზულ სამედიცინო რისკებთან, რომელთაგან ბევრის დადგენა ბავშვის დაბადებამდე შეუძლებელია. თუკი მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება თაობიდან თაობამდე, იქმნება დაგროვებითი ეფექტი. გარდა ამისა, სერიოზული შედეგები წარმოიქმნება ჩვენი საზოგადოების ღიაობისთვის და ქალების უფლებებისთვის ჩვენს ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს არსებობს მნიშვნელოვანი სოციალური დინამიკები, თუკი ადამიანებს ბაბუების და ბებიების ერთი და იგივე წყვილი ჰყავთ, განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა და სტარმერს დაფიქრებისკენ მოუწოდა.